არტერიული სისხლის აირების ანალიზის, იგივე ABG-ის სწორი და სწრაფი ინტერპრეტაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს კრიტიკული მდგომარეობების, რესპირაციული და მეტაბოლური დაავადებების ადეკვატურ მართვაში. ზოგადად ABG-ის საშუალებით არტერიულ სისხლში განისაზღვრება ოქსიგენაციის მაჩვენებელი, ესე იგი ოქსიჰემოგლობინის სატურაცია, ამასთანავე ბიკარბონატების კონცენტრაცია, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის პარციალური წნევა, სისხლის მჟავიანობის მაჩვენებელი იგივე pH-ი და ასევე ელექტროლიტების რაოდენობა არტერიულ სისხლში. იქიდან გამომდინარე, რომ პუნქცია ტარდება სწორედ არტერიის მიდამოში, განსხვავებული არის ჩატარების ტექნიკა და შედგება 3 ნაბიჯისგან. პირველი ნაბიჯი ეს არის პუნქციის ადგილის შერჩევა. პუნქციის ადგილს ძირითად შემთხვევაში სხივის არტერია წარმოადგენს, თუმცა შესაძლებელია პუნქცია ჩატარდეს როგორც ბარძაყის, ასევე ტერფზურგის, მხრისა და იღლის არტერიაზე. მეორე ნაბიჯი ეს არის კოლატერალური ცირკულაციის შემოწმება და ეს არტერიის პუნქციის შემთხვევაში გადამწყვეტი ნაბიჯი არის. იქიდან გამომდინარე, რომ არტერიის დისტალურ მიდამოში ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს იშემია, რაც ბუნებრივია გართულებას წარმოადგენს. სხივის არტერიის შემთხვევაში არსებობს ესეთი ალენის მოდიფიცირებული ტესტი, რომელიც 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის განმავლობაში პაციენტს ვთხოვთ, რომ 30 წამის განმავლობაში შეკრას მუშტი და ამ პერიოდის განმავლობაში ვახორციელებთ კომპრესიას სხივისა და იდეყვის არტერიაზე, ამ დროს გადაიკეტება, ასე რომ ვთქვათ, სხივისა და იდეყვის არტერია. ამის შემდეგ ვამოწმებთ კომპრესიის ეფექტურობას, რისთვისაც პაციენტს ვთხოვთ, რომ გაშალოს ხელის გული და ვაკვირდებით ფერს. თუ გაპერფექტალებული, ესე იგი საკმარისი ზეწოლით ვახორციელებთ კომპრესიას და ამის შემდეგ უკვე ვახორციელებთ იდეყვის არტერიის დეკომპრესიას, რა დროსაც ნორმალურ შემთხვევაში უნდა გავარდისფრეს ხელის გული, რაც ალენის მოდიფიცირებული ტესტის უარყოფითი შედეგია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ალენის ტესტის დადებითი შედეგი გვექნება, ხელის გული არ გავარდისფრდება და ისევ ფერმკრთალი დარჩება, ამ შემთხვევაში სხივის არტერიაზე პუნქცია არ განხორციელდება. მესამე ნაბიჯი ეს არის პოსტპროცედურული მეთვალყურეობა, რომლის დროსაც ვაკვირდებით პაციენტის კანის სფერის ცვლილებას, პუნქციის მიდამოში პერსისტული ან მოპროგრესირებული ტკივილი ხომ არ აღენიშნება, ხომ არ არის აქტიური სისხლდენა, კიდურის მოძრაობის შეზღუდვა ან გრძნობელობის დაქვეითება. ზოგადად რა წარმოადგენს ABG-ის ჩატარების ჩვენებას? პირველ რიგში ეს არის ნებისმიერ ჰოსპიტალიზებულ პაციენტში უნდა ჩატარდეს ABG ანალიზი. რაც შეეხება უკუჩვენებებს, უკუჩვენება ჩვენთვის უკვე ნაცნობი ალენის ტესტის დადებითი შედეგი არის პირველ რიგში. ამასთანავე პუნქციის ადგილის ინფექცია, თუ არსებობს თრომბი ან დარღვეული თუ არის ანატომია სისხლძარღვის, მაგალითად გადატანილი ქირურგიული ჩარევები ან თანაყოლილი მალფორმაციები, იმ შემთხვევაში თუ გვაქვს სისხლძარღვის მძიმე დაავადებები, ან მწვავე რეინოს სინდრომი და მწვავე რეინოს სინდრომს განსაკუთრებით მაშინ ვითვალისწინებთ, თუ პაციენტს პუნქციას უტარებთ რადიალურ ანუ სხივის არტერიაზე. რა განისაზღვრება და რა არის ნორმატივები? ზოგადად არტერიულ სისხლში, როგორც უკვე ვისაუბრეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში განისაზღვრება ჟანგბადის პარციალური წნევა, რომელიც იმ ჟანგბადის მაჩვენებელი არის არტერიულ სისხლში, რომელსაც შესწევს უნარი, რომ დაუკავშირდეს ჰემოგლობინს და მისი ნორმული მაჩვენებელი არის ვერცხლისწყლის სვეტის 82.5-დან 97.5 მილიმეტრამდე. რაც შეეხება ოქსიჰემოგლობინის სატურაციას, ოქსიჰემოგლობინის სატურაცია განისაზღვრება პროცენტებში და მისი მაჩვენებელი არის 94-დან 100%-მდე და ეს არის უკვე ჰემოგლობინთან შეკავშირებული ჟანგბადის კონცენტრაცია სისხლში. რაც შეეხება ნახშირორჟანგის პარციალურ წნევას, მისი მაჩვენებელი ვერცხლისწყლის სვეტზე არის 35.2-დან 45 მილიმეტრამდე. და უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ნახშირორჟანგი წყალთან შედის რეაქციაში, წარმოქმნის ნახშირმჟავას. ნახშირმჟავას ბუნებრივია მჟავა ბუნება აქვს, რაც აციდოზისკენ გადახრას გამოიწვევს და შესაბამისად, როდესაც ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მაღალია, ეს გამოიწვევს pH-ის ცვლილებას, ესე იგი აციდოზისკენ გადახრას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც CO2-ის მნიშვნელობა ნაკლები არის, ანუ დაქვეითებულია სისხლში CO2, ეს გამოიწვევს pH-ის გაზრდას, ანუ უფრო ალკალოზისკენ გადახრას. რაც შეეხება ბიკარბონატების კონცენტრაციას. ბიკარბონატები ზოგადად ეს არის ბუფერული სუბსტრატები, რომელიც წყალბადს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ისინი ანიონები არიან და სწორედ ბიკარბონატების რაოდენობის მატება იწვევს pH-ის მატებას, ესე იგი ალკალოზისკენ ცვლილებას. ბიკარბონატების კონცენტრაცია სისხლში უნდა იყოს დაახლოებით 22-დან 26-მდე. რაც შეეხება pH-ში ეს არის ზოგადად ბიოლოგიური სითხეების მჟავატუტოვანი ხასიათის დასადგენად გამოიყენება და მისი მაჩვენებელი არტერიული სისხლის pH-ის მაჩვენებელი არის 7.35-დან 7.45-მდე. მონაცემთა ინტერპრეტაცია იწყება პაციენტის ჰიპოქსემიური სტატუსის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პაციენტისთვის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა და საჭიროებს დაუყოვნებლივ კორეგირებას.
ჰიპოქსიას მაშინ განვიხილავთ, როდესაც ოთახის ჰაერზე პაციენტის ჟანგბადის პარციალური წნევის მაჩვენებელი 10 კილოპასკალზე ნაკლები არის, რომელიც ვერცხლის წყლის სვეტის 75 მმ-ს შეესაბამება დაახლოებით, ხოლო მძიმე ჰიპოქსემია და სუნთქვის უკმარისობა მაშინ განიხილება, როდესაც პაციენტის ჟანგბადის პარციალური წნევა 8 კილოპასკალზე ნაკლებია, რომელიც ვერცხლის წყლის სვეტის 60 მმ-ს შეესაბამება. ზოგადად სუნთქვის უკმარისობის ორ ტიპს განვიხილავთ და პირველი ტიპის შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება ჰიპოქსემია და ნორმოკაპნია. ჰიპოქსემიის მაჩვენებელზე უკვე ვისაუბრეთ, ამიტომაც ნორმოკაპნიაზე გავამახვილოთ ყურადღება. ნორმოკაპნია მაშინ განიხილება, როდესაც ნახშირორჟანგის პარციალური წნევა ვერცხლის წყლის სვეტის 45 მმ-ზე ნაკლები არის. სუნთქვის უკმარისობის პირველი ტიპი მაშინ ვითარდება, როდესაც დარღვეული არის ვენტილაციასა და პერფუზიას შორის ბალანსი. ეს იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელია ჩასუნთქვა ამ სუნთქვის აქტი ნორმალურად მიმდინარეობდეს, თუმცა ვერ ხდება ალვეოლური ბარიერის გადალახვა ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიერ. შესაბამისად, ეს გამოიწვევს იმას, რომ სისხლში გვექნება დაბალი რაოდენობით ჟანგბადი და მაღალი რაოდენობით ნახშირორჟანგი, რადგანაც ის ვერ ახერხებს სისხლის დატოვებას. სწორედ ამიტომ თავდაპირველად ვითარდება ჰიპოქსემია და ჰიპერკაპნია, თუმცა დარეგულირება და დაკომპენსირება ხორციელდება ვენტილაციის გაძლიერების ხარჯზე, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ჰიპოქსემიისა და ნორმოკაპნიის სურათი. გვაქვს ორი შემთხვევა, როდესაც ვენტილაცია ნორმულად მიმდინარეობს, თუმცა ალვეოლური პერფუზია არის დაქვეითებული და ეს არის მაგალითად ფილტვის შეშუპების დროს, ხოლო მეორე ვარიანტი არის, როდესაც ვენტილაცია არის დარღვეული და ალვეოლური პერფუზია ნორმალურად მიმდინარეობს და ეს არის ფილტვის ემბოლიზმის დროს მაგალითად. ტიპი 2 სუნთქვის უკმარისობა არის მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ჰიპოქსემიასთან ერთად ჰიპერკაპნია. ჰიპერკაპნია ეს არის, როდესაც ნახშირორჟანგის პარციალური წნევა ვერცხლის წყლის სვეტის 45 მმ-ზე მეტი არის. ამ სუნთქვის უკმარისობის მეორე ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც გაზრდილი არის ალვეოლური რეზისტენტობა და ესეთი არის მაგალითად ფქოდი, ანუ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მეორე ვარიანტი არის, როდესაც ფილტვის ქსოვილისა და გულმკერდის კედლის ელასტიურობა არის დაქვეითებული. ესეთი მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს მაგალითად პაციენტებში, რომლებსაც სიმსუქნე აღენიშნებათ. მესამე ვარიანტი არის, როდესაც სასუნთქი კუნთების ძალის დაქვეითება ხდება და ეს არის მაგალითად მოტონეირონების დაავადებების დროს. და მეოთხე ვარიანტი არის მაშინ, როდესაც სუნთქვის ცენტრზე მოქმედი მედიკამენტები აქვს პაციენტს გამოყენებული, როგორც არის მაგალითად ოპიოიდები და ოპიატები. რაც შეეხება როგორ ხდება ამ მდგომარეობის კორეგირება. იმისთვის, რომ ჰიპოქსემიური მდგომარეობა გამოსწორდეს, აუცილებელია პაციენტს მივაწოდოთ ჟანგბადი და ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ხერხი არსებობს. პირველი ეს არის ნაზალური კანულა, როდესაც ნაკადის სიჩქარე პაციენტის სუნთქვის სიჩქარესა და სიღრმეს შეესაბამება. აქ არის მოცემული ნაკადის სიჩქარის მაჩვენებლები, რომელსაც შეესაბამება მიწოდებულ აირში ჟანგბადის კონცენტრაცია. ანუ ერთი შემთხვევაში, როდესაც ნაკადის სიჩქარე 1 არის, ჟანგბადის კონცენტრაცია 25%. 2 მილიწუთის შემთხვევაში 29% და ასე შემდეგ. რაც შეეხება სახის მარტივ ნიღაბს, სახის მარტივი ნიღბის გამოყენების შემთხვევაში სიჩქარის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს 15 ლიტრი წუთზე, რომლის დროსაც ჟანგბადის კონცენტრაცია 40-დან 60%-მდე არის. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ არ ვიყენებთ სახის მარტივ ნიღაბს მაშინ, როდესაც სიჩქარე, რომლითაც პაციენტს ვაწოდებთ ჟანგბადს 5 ლიტრ წუთზე ნაკლები არის. მეორე ვარიანტი არის რეზერვუარიანი ნიღაბი, როდესაც პაციენტს ვაწოდებთ ჟანგბადს 10-15 ლიტრი წუთის სიჩქარით. ამ დროს ჟანგბადის კონცენტრაცია 60-დან 90%-მდეა და უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ არ გამოვიყენებთ რეზერვუარიან ნიღაბს, მაშინ როდესაც პაციენტის მდგომარეობაში ჰიპერკაპნია მოსალოდნელი არ არის. შემდეგი ვარიანტი არის ვენტურის ნიღაბი. და ვენტურის ნიღაბი უზრუნველყოფს იმას, რომ ნაკადის სიჩქარის მიუხედავად მოხდეს ზუსტი კონცენტრაციის მიწოდება, იმ კონცენტრაციის მიწოდება, რომელიც წინასწარ არის აუცილებლად განსაზღვრული. ვენტურის ნიღაბის გამოყენების მთავარ ჩვენებას ზუსტად ის წარმოადგენს, რომ წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ზუსტი კონცენტრაცია, რომლითაც პაციენტს უნდა მიეწოდეს ჟანგბადი. ამასთანავე შეგვიძლია 24 და 28%-იანი ნიღბები გამოვიყენოთ ჰიპერკაპნიის დასარეგულირებლად. ეს იყო ვიდეო ABG-ის შესავალი ნაწილის შესახებ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.